სუპერმარკეტში დაწყებული და ქუჩაში გაგრძელებული ძალადობა მანანა გიორგობიანს შესაძლოა 9 წლიან პატიმრობად დაუჯდეს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი მას უკვე ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგობიანი მაღაზიაში ფულის გადასახურდავებლად შევიდა, რაზეც უარი უთხრეს. დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო. ბრალდებულმა კონსულტანტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჯერ თავად მიაყენა, შემდეგ დაემუქრა და დაახლოებით 20 წუთში ამ ძალადობაში კიდევ 5 ადამიანი ჩართო, რომლებიც მაღაზიის ორ კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება. რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთ ფიზიკური შეურაცხყოფა. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, 4 კი უკვე დააკავეს. მათ შორისაა ჯეკო ჩარკვიანიც, რომლის საცხოვრებელი სახლიდან სავარაუდოდ უკანონოდ შენახული 2 ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვგულიანი თოფი და 110 ვაზნა მოიღეს. ჩარკვიანის ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს, თავად ბრალდებული კი დუმილის უფლებით სარგებლობს. მე თვითონ ესწრებოდი როგორც პირას ასევე სახლის შრეკას და იქედან არ ამოღებულა სხვა სადმე თუ ამოიღეს ჩვენ ნამდვილად არ ვიცით მაგის თაობას. ჯეკო ჩარკვიანს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 პირს ბრალს მალე ოფიციალურად წარუდგენენ. მანანა გიორგობიანი კი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალი მსჯელებენ.